Prada ჯგუფმა ისტორიული გარიგება დაასრულა და Capri Holdings-გან Versace 1 მილიარდ 375 მილიონ დოლარად ნაღდი ფულით შეიძინა. შედეგად ერთი ქოლგის ქვეშ აღმოჩნდა იტალიური მოდის 3 განსხვავებული პოლუსი. Prada თავისი ინტელექტუალური ესთეტიკით, ახალგაზრდულ ენერგიაზე აგებული მიუ-მიუ და სექსუალური სილუეტებითა და მაქსიმალიზმით ცნობილი Versace. ამ გარიგებას უდიდესი მოლოდინი ახლავს. ბაზარი მას Versace-ს ფინანსური და კრეატიული აღმავლობის დასაწყისად აღიქვამს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ Capri Holdings შემადგენლობაში ბრენდი პოსტპანდემიურ პერიოდში მხოლოდ საშუალო შედეგებით შემოიფარგლა. Prada-მ გარიგების დაასრულება ლაკონური, ერთსტრიქონიანი განცხადებით დაადასტურა. Capri Holdings-მა კი აღნიშნა, რომ მიღებულ თანხას ვალდებულებების გასასტუმრებლად გამოიყენებს. ემოციური გაგრძელება ამ ყველაფერს დონატელა Versace-ს Instagram პოსტმა შესძინა. მან გარიგება თავისი ძმისა და ბრენდის დამფუძნებლის, Gianni Versace-ს დაბადების დღესთან დააკავშირა. დღეს შენი დღეა და ის დღე, როცა Versace Prada-ს ოჯახს უერთდება. ვფიქრობ იმ ღიმილზე, რომელიც სახეზე გექნებოდა. დონატელას პოსტს ახლავს 1996 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც Gianni Versace მიუჩია Prada-სთან ერთად არის. ეს კადრი სიმბოლურად გამოხატავს იმას, თუ როგორ იქცა წლების წინ დაწყებული დიალოგი რეალურ კორპორაციულ გაერთიანებად. Versace-ს მომავალზე პასუხისმგებელი Prada-ს მემკვიდრე Lorenzo Bertelli იქნება, რომელიც ბრენდის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს და ამავდროულად შეინარჩუნებს Prada გრუპში მის როლებს, ჯგუფის მარკეტინგის დირექტორისა და მდგრადი განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციებს. Bertelli ღიად ამბობს, რომ Versace-ში სწრაფ საკადრო რევოლუციას არ გეგმავს, თუმცა ხაზს უსვამს ერთ მნიშვნელოვან პარადოქსს. Versace მსოფლიოს ყველაზე ცნობადი მოდის სახლების ტოპ-10-ია, მაგრამ უკვე დიდი ხანია სრულად ვერ იყენებს იმ ბაზრის პოტენციალს, რომელიც ასეთ ცნობადობა შეესაბამება. Prada ჯგუფის ლოგიკა სწორედ ამაზე აშენებული. მათ Versace მნიშვნელოვან ჯერ კიდევ აუთვისებელ ზრდის რესურსად მიაჩნიათ. ლუქს სექტორის ანალიტიკოსები გარიგებას ესთეტიკური და კომერციული თვალსაზრისით ორგანულ ნაბიჯად აფასებენ. მინიმალის Prada-სა და მაქსიმალის Versace-ს გაერთიანება იმას ნიშნავს, რომ ბრენდები ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებად არ გვევლინებიან და სხვადასხვა ტიპის მომხმარებელს მიიზიდავენ. ექსპერტების შეფასებით Versace დიდი ხანია თავისი ისტორიული პიკის მიღმაა და მთავარი გამოწვევა ის არის, რამდენად შეძლებს Prada ბრენდს ხელახალი აღმასვლა დაუბრუნოს. კრეატიული განახლება უკვე დაწყებულია. Versace-ს ახალმა დიზაინერმა Dario Vitale-მ, რომელიც მანამდე მიუ-მიუს დიზაინის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, თავისი პირველი კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა. ოფიციალურად ითქვა, რომ მისი გადასვლა Versace-ში Prada-სთან გარიგებას პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა ფაქტია, რომ Prada გრუპის შიგნით დაგროვილი ესთეტიკური და პროფესიული გამოცდილება ახლა Versace-საც ეხება. Vitale-ს პირველი შოუ კრიტიკოსებისგან შერეულ შეფასებებს იღებდა, მაგრამ კოლექციამ ფერადმა გამჭვირვალე 80-იანი წლების რეფერენსებზე აგებულმა სილუეტებმა ბაიერებისგან პოზიტიური გამოხმაურება მიიღო და ანალიტიკოსთა ნაწილმა ის მომგებიან პირველ ნაბიჯად შეაფასა. Versace Capri Holdings-ის საკუთრებაში 2018 წლიდან გვევლინება, როდესაც მასში 2 მილიარდი დოლარი გადაიხადეს. მაშინ გეგმაში იყო, რომ Versace ჯგუფის მთავარი ლუქს ფლაგმანი გახდებოდა. Quiet luxury-ს ეპოქაში, როცა ბრენდებმა ხმამაღალი ლოგოების ნაცვლად უფრო ჩუმ მინიმალისტურ სტატუსზე გააკეთეს აქცენტი. Versace-ს ხმამაღალი, გლამურული სტილი რთულად ეგუებოდა ახალ განწყობებს. მიუხედავად ამისა, Versace 2024 წლის მონაცემებით Capri Holdings-ის 5 მილიარდ 200 მილიონი ევროს შემოსავლის 20%-ს ქმნიდა. Prada-მ კი უკვე დაანონსა, რომ გარიგების შემდეგ Versace ჯგუფის შემოსავლების 13%-ზე იქნება პასუხისმგებელი. მიუ-მიუ 22%-ზე, Prada 74%-ზე, მაშინ როცა Prada ჯგუფის წლიურმა შემოსავალმა 5 მილიარდ 400 მილიონი евро შეადგინა. Versace-ს Prada სისტემაში ინტეგრაცია მხოლოდ ბრენდის მფლობელის ცვლილებას არ ნიშნავს. ეს არის მცდელობა, რომ განსაკუთრებული აიკონური ესთეტიკის მქონე მოდის სახლი, რომელიც უკვე დიდი ხანია თავის პიკს მიღმა, მოხვდეს ძლიერ სტრუქტურირებულ ეკოსისტემაში, სადაც კრეატიული მიმართულება, წარმოება, ბრენდის პოზიციონირება და გლობალური ზრდის სტრატეგია ერთიანად იმართება. თუ Prada ხელს შეუწყობს Versace-ს გენეტიკურ კოდს და ბრენდს სექსუალურ, ხმამაღალ, ფერად და თვითდაჯერებულ მოდის სახე შეუნარჩუნებს, ამ ყველაფერს კი თანამედროვე მოლოდინებსა და ჩუმის სიმდიდრის ახალ ეპოქაზე მორგებულ კომუნიკაციას შეუთავსებს. ბაზარი დიდი ალბათობით Versace-ს დაბრუნების ისტორიას არამხოლოდ ემოციურად, არამედ ფინანსურადაც მაღალ შეფასებას მისცემს. ახლა უკვე Prada-სა და Versace-ს ერთობლივ პასუხისმგებლობად იქცევა ის, თუ რამდენად შეძლებენ Gianni Versace-ს მემკვიდრეობისა და მიუჩია Prada-ს ინტელექტუალური ხედვის შერწყმით ისეთი ბრენდის შექმნას, რომელიც ეპოქის სიმბოლოდ იქცევა. და ბოლოს რა გავლენა მოახდინა აღნიშნულმა ამბავმა საფონდო ბირჟებზე. Prada-ს მიერ
Versace-ის შესყიდვის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა. მაშინ ერთი თვის ჭრილში Prada-ს აქციები თითქმის 15%-ით გაძვირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში კომპანიის შეფასება მაინც შემცირდა. დღეს Prada-ს ერთი აქცია $5 და 80 ცენტად ივაჭრება, ანუ აპრილთან შედარებით ნამატი მხოლოდ და მხოლოდ არასრული 3%-ია. განსხვავებული მდგომარეობაა Versace-ს მფლობელი ჰოლდინგური კომპანიის Capri-ის შემთხვევაში, რომელმაც ფენომენალური შედეგი დააფიქსირა, რადგან აპრილის შემდეგ აქციების ფასი გაორმაგდა. ასეთი შედეგი ლოგიკურია, რადგან Prada-ს შემთხვევაში კომპანიიდან კაპიტალი გადის, Capri-ის შემთხვევაში კი შედის, რაზედაც ინვესტორები განსხვავებულად რეაგირებენ.